მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას წუთი სოფლის. მოგეხსენებათ, წუთი სოფელი ეს გადაცემა მიძღვნილი არის გვარების წინამძღოლთა დარბაზის გვარებზე, სადაც მოგვყავს გვარის წინამძღოლები, გვარის წარმომადგენლები, რომლებიც მცირედ ისტორიას უყვებიან თავიანთ მომავალ თაობას და ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადო სრულიად საქართველოს ჩვენი უწმინდესი ილია მეორის გარდაცვალების გამო, რამე თუ ის ხორციელად გარდაიცვალა, ხოლო მისი სული არის ზეცაში და უფალთან არის. იქიდან აუცილებლად დაგლოცავს ტელერს. და აჩვენა ილია მეორის გარდაცვალებამ, რომ როგორი შეკრული ყოფილვართ მთელი საქართველო და როგორი ყოფილვართ ასეთ დროს გვერდში დგომით. ეხლა კი ჩამოვიდგინოთ, წარმოვიდგენთ ჩვენ სტუმრებს. სტუდიაში სტუმრად გვყავს ბატონი ნიკოლოზ მედულაშვილების გვარის წინამძღოლი, აგრეთვე ბატონი თორნიკე მდივნიშვილი, იგივე გვარის წინამძღოლი, ბატონი თორნიკეც და როგორც თვითონ აღნიშნა, მე მგონი ახალგაზრდა იყო, როცა დააგენეს გვარის წინამძღოლად რამოდენიმე წლის წინ. ტრადიციულად შეკითხვებზე გადავალთ, რა თქმა უნდა, და ჩემო ძვირფასებო, სანამ დავიწყებდე შეკითხვების დასმას, მე მინდა გითხრათ, რომ ყოველ სამშაბათს საღამოს 10 საათზე გადის ეს გადაცემა, ძალიან გთხოვთ უყუროთ და Facebook-ზე გვარის წინამძღოლები დამეგობრდეთ, ადევნოთ თვალყური, როდესაც გვექნება შეკრებები, რაიმე ინფორმაცია გვექნება და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თუ საჭირო არის გვარის ისტორიის შექმნა, გვარის გერბის გაკეთება, ან რაც ეხება გვარს, გვარის წინამძღოლთა დარბაზს აქვს კურთხევა, გვყავს ჩვენ სხვადასხვა სპეციალისტები, ამიტომ ცალ-ცალკე მყოფ ორგანიზაციებს და კერძო პირებს თქვენი საქმეა ენდობით და გააკეთებინებთ თუ არა, მაგრამ ერთადერთი უნდა ვიცოდეთ, რომ კურთხევა არ ექნება იმ საქმეს, რა საქმესაც ისინი გაგიკეთებენ. კურთხევა თუ არ აქვს, მადლი გვარზე არ გადავა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ იმ ორგანიზაციებმა და იმ კერძო პირებმა მათ მინდა ვთხოვ, აუცილებლად აიღონ კურთხევა, რამე თუ ეს ეხება გვარებს. ეს გვარები არის და გვარის წინამძღოლთა დარბაზი არის შექმნილი ილია მეორის მიერ, მისი დაფუძნებულია, ისე გაკეთებულია, მან ახუაშვილთან ერთად დაიწყო ეს საქმე და ისე რომ თქვენი ნება არის, მაგრამ არ იქნება მათი. ეხლა კი ჩამოვიდგინოთ ბატონ ნიკოლოზთან დავიწყოთ. ბატონ ნიკოლოზ, როდის დაილოცა გვარი, რამდენი ხარ გვარში და რომელი ხატი აირჩია გვარმა სადიდებლად? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა დიდი პატივი არის თვითონ ასეთ საზოგადოებაში აქტივობაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი გვარის წარდგენა. ჩვენ არჩევნები ჯერ არ ქონია გვარების წინამძღოლის, მაგრამ ფაქტიურად უკვე 13 წელია მიმიწევს გვარის წარდგენა და მე ვარ საკონტაქტო პირი. და ალბათ ეს არჩევნებიც გვექნება და ოფიციალურად გამოცხადება. აუცილებლად დაგიჭერთ ხარს. მეორე თხარ თქვენ ჩვენ გადაცემაში. დიდი მადლობა. მე დღეს მინდა რა თქმა უნდა წარმოვაჩინო მედულაშვილების გვარი, ასევე ვისაუბრო ჩვენს ეროვნულ და გვაროვნულ ღირებულებებზე და ასევე მაქვს პირადი მოგონება, რომელიც ჩვენ უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან არის დაკავშირებული. ესეც საინტერესო იქნება ყველასთვის. ჩვენი გვარი დაილოცა 2013 წლის 24 თებერვალს უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით. დაახლოებით 100 მედულაშვილი შევიკრიბეთ და
ეს იყო ნამდვილად დიდი ზეობა ჩვენი გვარის. სულ დაახლოებით 350 მედულაშვილი რეგისტრირდება საქართველოში. ეხლა რამდენი იუსტიციის სახლში ამოვიღეთ ეს მონაცემები, ჩვენ გვაქვს გვაროვნული ვებგვერდი medulaშვილი.g, სადაც სიახლეებს ვათავსებთ, სადაც წინაპრების თქვა სურათებს გვიგზავნიან და ვათავსებთ, სადაც გათქვათ გამოჩენილი medulაშვილების შესახებ ისტორიებს, ან სადაც თქვა ქართული ჰემატრიის, ქართული ამბანის შესახებ ინფორმაცია არის, რაღაც არის, ასე თქვა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები საინტერესო და ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენ კულტურულ ფასეულობებს და ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს უფრო გამოაჩენს. აი ასეთი ინფორმაცია არის. ეხლა რაც შეეხება medulაშვილების ფეშს, ჩვენი ძირი გურჯაანის რაიონის სოფელი არაშენდიდან ვითარდება. იქიდან არიან medulაშვილები გაფანტული საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ძირითადად კახეთში, თუმცა ზესტაფონშიც ყოფილა რამდენიმე ოჯახი. ძირითადად გადასულები ახალსოფლიდან. არაშენდიდან ახალსოფელში, გავასში და სხვადასხვა სოფლებში არიან გადასულები, მაგრამ ძირითადად არაშენდას. და თვითონ არაშენდაში ჩვენი გვარი ჩამოსულა სოფელ ფხოვლიდან. სოფელი ფხოველი არის სოფელ ზიარსა და ქოდალოს შორის. ეს არის გურჯაანიდან დაახლოებით 10 კილომეტრი და ეხლა სამწუხაროდ ის სოფელი დაცლილია, მაგრამ ხალხი ბრუნდებოდა, ისევ აღდგენა იწყება სოფლის ცხოვრების. ისე ძალიან ცნობილი სოფელი არის ამ დროს 1802 და 1820 წლებში აჯანყება რო იყო, ზუსტად ფხოველში იკრიბებოდნენ შეთქმულები. აი ის აჯანყება, რომელიც ვიღაც ბოდბელმა უღდელმა გასცა. ასევე სოფელი ფხოველი დავით გურამიშვილს აქვს ნახსენები. როგორც ეთქობა, ეს ძველი ისტორიული სოფელი არის. ესე იგი, აი დავით გურამიშვილის დავითიანიდან ეთქვით. ესე იგი, ლეკებთან რომ მივიდა რუსის სტანიცაშიო დავით გურამიშვილი, იქ იგონებს რომ როგორც რომ რუსის კაზაკმა მე მომიარაო, როცა რომ ყვანდა მივლიდა მე მამაჩემი არაო, ადგა და გულზე მიმიკრა მკოცნა და ცრემლი ღვარაო, სწრაფად მოენეთ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო. ეს იგი დავით გურამიშვილის დროს სოფელი ფხოველი უკვე არსებობდა. ეს იანვარაშვილები არიან და ჯერ კიდე აი მამაჩემი წერს, მამაჩემი ზეზო medulaშვილი, საბას პრემიის ლაურეატი, მაჩაბლის პრემიის ლაურეატი და კიდევ πολύ ცნობილი ადამიანი თარგმნელობით სფეროში. მამაჩემი იხსენებდა, რომ ჯერ კიდევ ბიბია ჩემიო, ნატო იგონებდა, რომ იანვარა პაპაო, ანუ იქ ეს ნამდვილი არის, ესე იგი. რომ ესეთი ხალხი იყო, იქ ძირითადად რამდენიმე გვარი ცხოვრობდა, იაგანაშვილები, medulაშვილები, ჯავახიშვილები, ჯავარაშვილები და კიდე სხვანი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ გვარს, ძირითადად როგორც ვთქვი, არაშენდიდან გადავიდნენ, ეხლა კომპაქტურად ვართ უფრო ახალსოფელში, თბილისში ვართ ალბათ ნახევარი, დაახლოებით 350-მდე კაცი რეესში ფიქსირდებით ადამიანი, ანუ არც ისე დიდი გვარი ვართ. მაგრამ გვაქვს ურთიერთობა, ეხლაც აქ რომ მოვდიოდი, მე დაუკავშირდი ხალხს გავასში, დაუკავშირდი ხალხს ახალსოფელში, ნანიანში, ანუ ყველა სადაც medulaშვილი ცხოვრობს, ყველას დაუკავშირდი და უთხარი რომ ასეთი და ასეთი რაღაც არის და თუ რამე ისტორიები გაქვთ, მოგვეცით რომ წარვადგინოთ ჩვენი გვარი მეთქი. ეხლა ასევე უნდა ითქვას რომ medulაშვილები გადასულები არიან ასევე ახალსოფლიდან წინანდალშიც. ოღონდ იქ უკვე medolიშვილებად წერიან, მაგრამ მამაჩემი მახსოვს რომ მეუბნებოდა რომ medulაშვილობენო. ახსოვდო და თან ასეთი აი მაგალითად მამაშვილი არჩილე და კაკო ყოფილანო მე და ის არჩილა ძიაო პაპაჩემის ბიძაშვილს არაშენდას უკვე ბეჟანაძიას გადანაჭერი ჰქავდაო. ისევ და ის კაკოც ნანახი მყავსო და გუჩო medulაშვილს აღავდაო. შეცდომა არის ასოში.
შეიძლება ჩაწერილ დროს მედულაშვილი ჩაიწერა და შემდეგ გაგრძელდა ასე იქ. როგორც ხშირად ხდება. მაგრამ ეს აი ზუსტად ეს გენეტიკური მსგავსება გენის ერთობას ნიშნავს, მაინც რომ იქაც გამოვლინდა, რომ პირდაპირ ქუჩო მედულაშვილს გავდაო. ანუ არ შეძენს უკვე იქაური რომელიც უკვე მედულაშვილი გახდა, მაგრამ გენეტიკურად ერთი და იგივე არის. ესე იგი ეხლა არაშენდელებზე უფრო სწორედ მედულაშვილები რომლებიც გადავიდნენ არაშენდიდან იქვე მელანია სოფელი ცნობილი არის ხოხობა მედულაშვილი მაგალითად რომელიც სტრაჟნიკებს მოუკლავთ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ხალხი და ასევე ხოხობა მედულაშვილთან ერთად იყო ილია მედულაშვილი რომელიც მამაჩემის პაპის ძმა იყო მე მაგის სურათს გაჩვენებთ ჩვენი წინაპარი და ეს ილია მედულაშვილი შანათიშვილათაც იწოდებოდა კონსპირაციული სახელით, იმიტომ რომ ჩვენი შტო, რამდენიმე შტო არის და ჩვენ შანათიანი შტო ვართ მედულაშვილებში. და ესე იგი, ესეც სტრაჟნიკებმა მოკლეს სამწუხაროდ ესენი იყვნენ ხარება და გოგიას რაზმში. აქეთ გურჯაანის მხარეს და აი ასევე სურათებსაც წარმოვადგენ მათი ხარება და გოგიას რაზმში ყოფნისას ესეც შემონახული გვაქვს და მედულაშვილების ასე ვთქვათ სახლებში ინახება. ისე ჯიმიჩიც უცხოვრიათ მედულაშვილებს აქედანვე გურჯაანში გადასულები არიან რერუანტები ეს არის თაგვანტ მედულაშვილები გიორგი პაპა იყო ჭრიღუანტ მედულაშვილიო ჭრიღუანების სახლებად არიან დაყოფილი კვირიანები ხოხონაანტები იგივე თაგვანტები ლაშქარანტები კოტრანანტები მეშანათიანთ მედულაშვილი ვარ ჯუკიანტები ციმფიანტები ნანიანში არიან ხარანტი და ტიტლიკანას მედულაშვილები ანთები ეს არის კი ბატონო ეს არის ჩვენი წარმომავლობა და ყველა უთხილდებით ამას მაგალითად აი ახლა ტიტლიკანანტი რო თქვი ძალიან ცნობილი მაგარი ქულა პაპა ყოლია 20-30-იან წლებში ბეჭდაუდებელი ფალავანი იყო და ძალიან მაგარი ვიღაცა იყო ეს გამოდიოდა სხვადასხვა გრანდიოზულებს ეძახიან ესეთი რაღაც ჯერ კიდე არის კახეთში მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ეს არის სახალხო ზეიმი ჭიდაობის ნახერხი და ესეთი რაღაცა და აი ეს ქულა პაპა ისეთი ყოფილა რომ ვირმე 1925 წელს უკვე შეიძლება ცოტა ასაკშიც ვიღაცა ბეჭდაუდებელი საერთოდ წაუქცეველი ეს კაცი სპეციალურად ჩაიყვანეს აბდულა ლეკი წაუქცევია სადღაც მარელში სპეციალურ შეჯიბრებს ეს მიიყვანეს იმიტომ რომ იმას ვერავინ ვერ აქცევდა ხო და აი ესეთი ხალხი მაგალითად ან მამაჩემის პაპა ტიმოთე რომელზეც ცნობილი არის რომ მაგარი კაცი ყოფილა როგორც აი სოფლის ჩამნახავია რომ ეძახოდნენ აი ეგეთი კაცი ოდესღაც თურმე ეხლა რა იყო მაშინ ძირითადი სოფელში ძირითადი სიმდიდრე საქონელი ალბათ მაშინ მაგით ცხოვრობდა ხალხი და აი ზუსტად ლეკებს გაუტაცებთ თელი სოფლის არაშენდის საქონელი და აი ტიმოს რამდენიმე ყოჩაღი ბიჭი შეუყრებია და დასდევნებიან თურმე და დასწევიან უკვე გადაყვანილი უკვე სადღაც საფუესთან თუ სადღაც დასწევიან და ვინმეო ფეხშიშველა ლეკი ფეხშიშველა თუში მიიხმარაო ტიმო თავისი ხონარი ძმადნად ბიციო და დახოცეს ეს ლეკები და უკან გადმოიყვანეს თავიანთი საქონელის და თურმე მე თელი სოფელი მაგას დღესასწაულობ და ქურიობლებს და გადასცეს იყო იმათ ლეკების ამათ თავისი დაიბრუნეს აი ესეთი რაღაც ისტორიები აქვს მოდი ახლა გადავიდეთ ბატონთან რომ თქვენ როდის დაილოცეთ κύριε ბატონო რამდენი ხარ და რომელი ხატი აკუთვნებთ ძალიან პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვთქვა მთელს საქართველოს მთელ ქართველებს ჩვენი სულიერი მამის ილია მეორის გარდაცვალების გამო მე თან განათლოს მისი სული და იქიდან გვეწევდეს მისი ლოცვა როგორც აქ გვაერთიანება და კონფლიქტებდა ასე მისი დაწყებული არის მშვენიერი საქმე რომელსაც ახლა თქვენ გახართ თავში და მადლობა თქვენ ამისთვის ბატონო ირაკლი როდესაც დაიწყო გორების კურთხევა დაახლოებით 3 წელიწადში დაილოცა ჩვენი გვარიც ეს გახდა 2012 წელს 2012 წლის 8 იანვარი ახალი წელი შემოიტოვე სამართს
2011 წელს შევიკრიბეთ ბატონ ლექსო დაგიკავშირდა მაშინ მისი დახმარებით მოახერხეთ შეკრება შექმნით სოციალურ პროექტში მოვიკითხეთ ასევე ყველგან სადაც მოვიდნენ ხმოვანიშვილებს შევიკრიბეთ სამბოში ახალგაზრდულ ცენტრში 4 აპრილს ავირჩიეთ 4 აპრილს მოხდა შეკრება დავირჩიეთ საგვარეულო კავშირი დამოსახელეს მეთავმდომარედ მაშინ პატარა ბიჭი გავხდით მაგრამ მომანდეს ეს ვთქვათ ეს პატივი მადლობა ჩემი გვარის წარმომადგენლებს ამისთვის დაუცვის შემდგომ რომელი ხატია ჩვენი ხატი არის საწმინდა სამების ხატი ეს ხატი არჩეული იქნა ისტორიული ცნობებიდან გამომდინარე და ასევე სოფელში გორაჯაში სოფელ პავლოვრის რაიონის სოფელ გორის უბანში არის წმინდა სამების მე-19 საუკუნის ტაძრის ნანგრევები და აქედან გამომდინარეობდა ასევე იმიტომ რომ ჩვენი გვარის დაწესებულია სოფელში ასევე სამების დღესასწაული რომელიც ივლისის შუა რიცხვებში აღინიშნება გვაქვს ასევე დროშაც და დაიწერა სამების წმინდა სამების ხატი და გვაქვს გერბიც გაკეთებული სადაც წმინდა სამების ხატი ფიგურებს ასევე ოჯახებში ჯერჯერობით ეს ხატი დღემდე რაჯაში არის დაბრძანებული და იქ შემოიარა ოჯახები, მაგრამ ახლა გვაქვს უკვე ინიციატივა, რომ ნელა გავაკეთებთ სიას ჯოუბროთ და ორგანიზებთ მოწმობთან შეთანხმებით, რომ ყურში ვარ დაახლოებით 550 ადამიანი. საკმაოდ მცირე რიცხოვანი გვარია. ჩვენი გვარი გვარის მოკლევიდან გამომდინარე აღმოჩნდა რომ გაყმადული ვართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში ძალიან ჩვენი წარმომადგენლები, კახეთში და ქართლში არიან ასევე წარმომადგენლები. კვლავ მაჩვენა რომ ჩვენი გვარი პროფესიასთან დაკავშირებული არის. წიგნობართო ხუცესები იყვნენ ადრე, წიგნობრები იყვნენ და აქედან სახელიცვალა ამან და ვთქვათ პროფესიას მდივანი მედის გარსი. და არის მდივნიშვილების შტო, როგორც კვლევით დადასტურდა, რომლებიც ჩვენ ამ კვლევის დასრულდება ის, რომ ერთმანეთთან შეიძლება სისხლის კავშირი არ ჰქონდეს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ მდივნიშვილებს. მაგრამ ასევე არის ცნობები, რომ ლეჩხუბიდან განმოსულები ვართ რაჭაში მაგალითად და რაჭიდან წასული არის იმერლების შტო მაგალითად იმერეთში ვორსოფელ ვარძიაში ჩასახლებული. ასევე იმერეთიდან წასული მხოლოდ შემდგომ ფიქსირდება კახეთში ჩვენი გვარის წარმომადგენლები და ასე რომ ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველი არის ისტორიული წყაროების სიმცირიდან გამომდინარე. ნამდვილად ეს ერთი გვარის შტო არის და რომელიც წამოვიდა და გაიშალა მთელ საქართველოში თუ სხვადასხვა მეფის კარზე წოდებიდან გამომდინარე გვარად დაუმკვიდრდა მდივნიშვილების წინაპრებს ეს გვარი. პირველად ჩვენი გვარი ფიქსირდება 1605 წელს მე-17 საუკუნეში. მარტვილის დიდი გულანი ამ წყაროში ფიქსირდება მდივნიშვილის გვარი, რომელიც საეკლესიო პირია გახდა და ამ მიზეზით მოხდა მისი გვარი ამ წყაროში. შემდგომაც მე-17-19 საუკუნეებში არის ცნობები საეკლესიო წიგნებში ჩვენი გვარის წარმომადგენლების მდივნიშვილები იყვნენ საეკლესიო პირებიც, რაჭაშიც, კახეთშიც, ქართლშიც ფიქსირდება მათი სახელები, ძირითადად ეს მე-17-19 საუკუნეებში გახლავთ ეს წყაროები. ასევე ფიქსირდება რომ რაჭაში მაგალითად წოდება ჰქონდათ აზნაურები იყვნენ, ასევე სამეგრელოშიც და კახეთშიც. კახეთში ასევე ფიქსირდება მე-18 საუკუნეში რომ ერთ-ერთი მდივნიშვილი თავადაც წერია და თავადაც იწოდება, ანუ მეფე მიანჯამას თავადის წოდება. როგორც გითხარით, ეს იგი ნაწილი თავადიშვილებია. ნაწილი თავადიშვილებია, ნაწილი აზნაურებია. აზნაურები რაჭაში მაგალითად რომ რაჭველი გახლავართ, რაჭაში ორ სოფელში ვართ განაწილებულები, ეს არის სოფელი გორისუბანი და სოფელი სხვა. და ჩვენი სხვა და მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ იმერელი ვიყავ და რომ გამოვიდეთ რაჭველი ყოფილა. ვერაც ვით გარკვეულწილად პრეგვაძეებს გვაქვს კონტაქტი. ასევე რაჭიდან გადასულები სოფელ ვარძიაში დამკვიდრდნენ
სოფელ ვარდიაშიც საგმოვ მრავლად არიან ათონდინიშვილები და ვარდიიდან გაიშალა მდივნიშვილების შტო მთელ იმერეთში მაგალითად. იმერეთის როდესაც იმერეთის სამეფო არსებობდა იმ დროინდელი მონაცემების მიხედვით რაჭველი მდივნიშვილებიც იმერეთის მდივნიშვილებად მოიხსენიებოდნენ მაშინ. ხოლო კახეთის მხარეს ცოტა განსხვავებული ცნობები ჰქონდა, ან კახეთი და შიდა ქართლი და ქვემო ქართლი, ანუ აქ მაგალითად კუმისში არიან დამკვიდრებული მდივნიშვილები, რომლებიც დღემდე არიანი და დღემდე ცხოვრობენ მასში თავმოვლები. ლაგოდეხში არიან მდივნიშვილები კიდე, ზოგი ჩასახლებული არის, მინდა რა ქვია, კახეთის მდივნიშვილები ზოგი. ჩასახლებულები არიან გარკვეულწილად ბრაჭიდან და იმერეთიდანაც არის, როგორც წყარო, ასევე არიან მკვიდრი კახელი მდივნიშვილები, როგორც წყარო გვაჩვენებს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ამის დადგენა ვერ მოახერხეთ. ნამდვილად ჩვენი შტოარიდან არიან წასულები და იქ დამკვიდრებული, თუ ადგილზე მეფის მიერ მინიჭებული და მე შემდგომში დამკვიდრებული გვარია ეს. ისინი თუ ხავთ სამღვდელო პირები ყავს, მაგალითად ბოლო ფიქსირდება 1900-5916 წლებში გიორგი მდივნიშვილი, რომელიც იყო ასევე ჩემს სოფელში ძირავდა სოფელ გორის უბანში. და ასევე იყვნენ, როგორც გითხარით, კახეთში, შიდა ქართლში იყვნენ მდივნიშვილები და იმერეთშიც, ასევე სამეგრელოშიც ფიქსირდება მდივნიშვილი. ამჟამად მდივნიშვილის გვარის სასულიერო პირი არ ყავს. ბოლო იყო დედაო, რომელიც გარდაიცვალა მე-20 საუკუნის დასაწყისში. გაიხარეთ. გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია, კი ბატონო. კი ბატონო, მე ასე ვთქვათ, შემეკითხეთ და პასუხი ვეღარ გაგეცით. ჩვენი გვარი დაილოცა 2013 წელს. და ჩვენი გვარის დაიხატა ხატი, ჩვენი გვარის მფარველი წმინდა გიორგის ხატი. აი ჩვენი მედულაშვილები ზუსტად დაახლოებით ესეთივე ისტორია წმინდა გიორგის სამლოცავში ლოცულობდნენ და აი ესე წმინდა გიორგის ხატი დაიხატა. მედულაშვილების გვარს დაიწერა, ბოდიში დაიწერა. ესე იგი აქ ეს როგორც თქვი, ჩვენი გვარიდან შეიძლება რამდენიმე გვარი არის ასევე წარმოშობილი. შეიძლება რამდენიმე ქართულ გვარს ერთი წარმოშობა ჰქონდეთ, აი მედულაშვილებს, მედოლიშვილებს, მედულაურებს, მიდელაშვილებს, მედელაშვილებს, მეგულაშვილებს თეთრწყაროში სოფელ საღრაშენში ცხოვრობენ. ესე იგი, კიდევ ერთი გვარი არის დაკავშირებული ჩვენს გვართან. და აი მოგიყვებით ახლა ეს მამა-ჩემმა მითხრა რომ ტოპონიმებს ვაგროვებდი 70-იან წლებშიო. ანუ წინა საუკუნის 70-იან წლებში ტოპონიმებს ვაგროვებდიო და ერთი ასეთი ბაწელაშვილები არიან არაშენტაში გვარი. და ამ გვარის უხუცესმა კაცმა გიო ბაწელაშვილმა საუკუნის იგულისხმება მე-20 საუკუნე. ხო, მე-20 საუკუნის მეც გამიგვიდა ასეც ისიგი ბავარული იქნებოდა გაცხადა. კი, ნუ ეხლა 21 საუკუნეში. ამ გიო ბაწელაშვილს მეც სახელად ისემენ, ეს კაპორიმებს და ისემენ. დაახლოებით 95 წლის კაცმა მომითხრა და მითხრა რომ შვილო მე პაპაჩემისგან ვიცი და იმან კიდე თავისი მამისგან იცოდა რომ ჩვენა ვართ მედულაშვილებიო, ჩვენა ყოლია უფროსი წინაპარი, ჩვენი შტოს საფუძვლამდები ვინმე ბაწელა მედულაშვილიო. აი როგორ მოდის ესე იგი გვარები შეიძლება ესე ახალი გვარი წარმოიშოს. და ეთყობა ეს ბაწელა შექმეული სახელი უნდა იყოს იმედულაშვილის და ეხლა უკვე მამაჩემი როგორც თქვა პოლიგლოტი და ძალიან 10-მდე ენა იცოდა, უკვე განმარტავს რომ ბაწ ლეკურად ხუნძურად და ავარულად ნიშნავს რომ ბაწელაუ ნიშნავს გლის ლექსო. და შეიძლება სავარაუდოდ მეტსახელად ლეკებმა დაარქვესო და შემდეგ შეერჩაო. გიო პაპამაც არ იცოდაო ზუსტად იმ ადამიანის ნამდვილი სახელი, მაგრამ ამბობდნენ რომ მოჭერნახულე სოფლის შამნახავი იყო. ანუ ძლიერი კაცი იყო და აი ამ გვარმა ახალ ამ ადამიანმა ახალ გვარს დაუდო სახელი. თუმცა ეხლა ბაწელაშვილების მედულაშვილებიდან წარმოშობის ამ ვერსიას სრული უფლება აქვს, იმიტომ რომ აი თვითონ
გვარის წარმომადგენელმა ასეთი რაღაც შემოგვინახა. რა კიდევ ყველაზე პირველი ჯერჯერობით რაც მოვიკვლიეთ, ეხლა ამჟამად კვლევის პროცესი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით რაც მოვიკვლიეთ 1793 წელს ჩანს მედულაშვილი და გვინდა არქივებში ვიმუშაოთ და იმის იქითაც აღმოვაჩინოთ. ჯერჯერობით სოფელ ხოველში 1793 წელს. ასევე ერთხელ ამოვარდა არქივში 1825 წელს ვინმე იორდანე მედულაშვილი და კაც და უკვე მამა ჩემი თავის დროზე არქივში მუშაობდა ზეზო მედულაშვილი და აღმოვაჩინა ჩავედით მამა ჩემის პაპის დონემდე ჩავედით და იმის იქით ვეღარ გადავეც. ალბათ 19 საუკუნის 60-იან წლებამდე ჩავედით, მაგრამ კიდევ სამუშაო გვაქვს. ესე იგი, ეხლა მედულაშვილები, როგორც თქვი, ვცდილობთ რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ, ერთობა შევინარჩუნოთ და კონტაქტები გვაქვს ნამდვილად ერთმანეთთან. სულ რამდენიმე სოფელში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, 4-5 და თბილისშიც, ასე ვთქვათ. ვინაიდან სულ 300-იოდე, 300-დან 350 ადამიანამდე ვარ, ეს არც ისეთი რთული არ არის. ესე იგი, და ბევრი გამოჩენილი ადამიანი აღზარდა ამ გვარმა, თუნდაც ვთქვათ, იგივე ზეზო მედულაშვილი, რომელიც ცნობილი პოლიგლოტია, ქოროღლის თარგმნელი, სომხეთის უმაღლესი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საპატიო წევრი, ხაიამი თარგმნა სპარსულიდან და რა ვიცი, ძალიან ბევრი ჩეჩნური პოეზია და მოკლედ ცნობილი ადამიანი იყო. ასევე ბევრი სამშობლოს ემსახურებოდა, გავაზელი ლაშა მედულაშვილი, სამხედრო ატაშე იყო, საფრანგეთში თამარ მედულაშვილი, ბრიუსელში ქართული სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენდა, ეს ნახევრად მედულაშვილების საყვარს, მაგალითად ცნობილი ელიზბარ ღონიაშვილი, რომელიც ერთ-ტექნიკის სახელმძღვანელოთიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს ხალხი. ესე რომ გვაქვს ჩვენ პრეტენზია, რომ გვარების ფლაგმანი ვიყოთ და ეხლა მინდა რომ გადავიდე თუ საშუალება მექნება, გადავიდე რამდენიმე ასე ვთქვათ გადავახტები რაღაცებს, ბევრ რაღაცას ვევასწრებ. ხო, ზეზო მედულაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ვეფხისტყაოსნის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმანში. პირდაპირ მრჩეველი იყო თარგმანის დროს, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული თარგმანში მონაწილეობა აქვს მიღებული რედაქტირებაში. ესე იგი, ულაზე ვთქვი. ეხლა მინდა, რადგან ბევრი აღარ ამჩნევად, რომ ვისაუბრო უწმინდესის კვალზე და უწმინდესთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. თან გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ასევე ჩვენი ქართული ღირებულებების შესახებაც ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ეხლა აღარ უნდა განმეორებ ამას, რომ პატრიარქი მუდმივად ადასტურებებდა ქრისტიანული და უძველესი ქართული ღირებულებების თავსებადობას და პირად მაგალითს გვაძლევდა ყველას, როგორ უნდა გვეცხოვრა, რამდენად შეუგოვარი უნდა ყოფილიყავით. და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი გამოწვევა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოებრიობას და საზოგადოებას, თითქოს ღმერთთან გამოგიგზავნა ესეთი ადამიანი, რომელიც ყველას გვაკავშირებდა და რომელსაც ყველა ენდობოდა. დაკრძალვის ცერემონიაში დავინახეთ ჩვენ ეს ქართველების სიყვარული, რომ შეგვიძლია სიყვარული და ამიტომ უნდა შევიკრათ, რისიც ყველა ძალიან ეშინიათ ჩვენ მტრებს, ზუსტად ქართველების ერთად დამგვარების, ერთად გაერთიანებისა და შეკვრისა. ხო და ის სულიერი ღირებულებები, ეს ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის და რითაც გამოვირჩევით, არ უნდა დავკარგოთ. ერთი გადავალ პირდაპირ უწმინდეს და უნეტარესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე მოვიგონებ ძალიან საინტერესო სული შემხები არის ჩემი პირადი გამოცდილებიდან. დაახლოებით 25 წლის წინ შავნაბადის მონასტრის მრევლი ვიყავი და იქ არქიმანდრიტი მამაშიო გაბრიჭიძე ათელში იყო სული იყო და რამდენჯერმე ისე მოხდა რომ მასთან ერთად პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრა და როდესაც სამებას აშენებდნენ წინამოსამზადებელ პერიოდში მაშინ დაიბადა ესეთი აზრება იაპონური ბაღის გაშენების თეორია, თეორიული სახელმძღვანელო იქნებ მოვახერხოთ და ვიშოვოთ, რომ გამოვიყენოთ ბაღის
იქ სამების ბაღის მშენებლობის დროს, გაკეთების დროს და არ ვიცი გაახსენდათ თუ მამა შეემუხრა რომ მე მაშინ იაპონურ კომპანიაში მუშაობდი და პატრიარქს უთქვია რომ იქნებ როგორმე მოახერხო და ჩამოვატანინოთო სახელმძღვანელო და მე იქ მთელი დავატრიალე ჩემი იაპონური ოფისი და 4 სხვადასხვა სახელმძღვანელო ვიშოვე. თავისი რა თქმა უნდა კატალოგებით, თავისი სურათებით, ახსნა განმარტებებით ინგლისურ ენაზე როგორ უნდა გაკეთდეს, რატომ რაღაც და ლოგიკური დასაბუთებებით და ეს გაუგზავნე პატრიარქს შავნაბადის მრევლის სახელით. მახსოვს და ძალიან დაგლოცაო, ძალიან გამეხარდა. და ერთხელ ეს ამბავი მეგობრებთან ერთად საუბრობდი და შემთხვევით თქვი ეს ამბავი. რომელიც სახში არ მithქვამს რომ ესეთი მოხდა, მაგრამ შემთხვევით თქვი წლების შემდეგ. და ამას მამა ჩემი შეესწრო ზეზვამედულაშვილმა და გაიხსენა საოცარი ამბავი რომ ნახეო შვილო ღმერთი როგორი სამართლიანი და შეუცნობელი არისო 1990 წელსო ილია მეორის ცდელობით ჯერ კიდე საფრთხეს რომ ბიბლია გამოიცავო მაშინ წერათა კავშირიდან მეკუთვნოდა ბიბლიის მიღება მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემს სახელზე მოსული ბიბლია დროზე ვერ ავიღე და სხვაზე განაწილდაო ვეცადე მიმეღო და რადგან არ გამოდიოდაო შემდეგ არ შევეგუეო და საპატრიარქოში მივედიო და საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ვესაუბრებოდი პასუხისმგებელი პიროვნებას რომელიც უარს მეუბნებოდაო და ცოტა დიდხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი ამ დროს გვერდით ოთახიდან გამოვიდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეო რომელსაც გაეგო ჩვენი საუბარიო და ხელში ეჭირა ბიბლია და გამომიწოდა და მითხრა აი შვილო მე მაქვს თავისუფალი ეგზემპლიარი და ჩემთვის გაგითმობო და აი ესეთი რაღაც მოხდა და მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდიო მაგრამ მან სუბუქად გადაიტანა საუბარი სხვა რაღაცზე დამამშვიდება რომ მე მოგვიანებით მაინც მომიტანე სხვა ეგზემპლიარზე და თავისუფლად შეგიძლია გადმოგცეთ ეს ციგნიო რა თქმა უნდა ძალიან მადლობელი დავხვდი და არასოდეს არ დავიწყებ ამ შემთხვევასო და კანხასიაზე რომ დავდეკიო პატრიარქი ცოტა ხანს გამიჩერდა სასაუბროზე და მე შევახსენე რომ მე ვიყავი თარჯიმანი მასსა და პატრიარქ ვაზგენს შორის როდესაც ჩამოვიდაო და ესეც შევახსენეო და კიდე სხვა ისტორია მოკლედ ის თარჯიმნობის ისტორია და ვერ გავიგებდი ამ ფაქტს იმიტომ რომ მამა ჩემს არასოდეს არ უთქვია შემთხვევით რომ არ წამოწელებულიყო საუბარში კი ბატონო მაშინ უბრალოდ ამ ფაქტს და ამას დავამთავრებ შევაფასებ ეგრე რომ მამა ჩემ აღნიშნა როგორ მრავლდება სიკეთე რაც უწმინდეს აუნეტარეს მრავლად აქვს გაკეთებული. აი ეს მრავლდება. კაიხარე. ეს ერთი ორიგინალადებით ვიტყვი, იმას რომ მედულაშვილი წერტილი გეზე არის ჩვენი გვარის ვებგვერდი, სადაც არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია დადებული და იქ შეიძლება ყველა შევიდეს და ძალიან ჩვენი გვარის შესახებ საინტერესო ინფორმაცია წაიკითხოს. იქ არის ერთი ვინ ხარ შენ? ერთი ძალიან საინტერესო სტატია არის ერთ წუთში დავამთავრებ ბატონი ზელიმხან მაღრაძისა ვინ ხარ შენ? და აი გვარიშვილობაზე ზუსტად რომ გვარიშვილობა ეს ის უხილავი საუნჯეა რომლითაც მე ჩვენ ცოცხლობთ ვამაყობთ ცხოვრობ და ვირჯებით რომ დასაბამი მივცეთ სხვა სიცოცხლეს და გამრავლდეს ქართული გვარჯიში ახლა წარმოიდგინეთ სახლიდან გასული რომელიმე გვარის მატარებელი ადამიანი, ქალი, კაცი, ბიჭი, გოგონა, მოხუცი, მან ზურგს უკან მიიხურა კარები და აღმოჩნდა ქუჩაში. მან მისდაუნებურად ოჯახის და გვარის ღირსება როგორც დროშა წაიმძღვარა წინ და თავის თავს აღარ ეკუთვნის. ახლა ის თავის გვარს და ოჯახს წარმოადგენს. თან მეაქვს წინაპრებისგან წვეთ ნაგროვი ღირსება, სინდისი, ნამუსი. რითაც გვარი ამაყობს. აი ამ უხილავ დროშა ბაირაღში რომ დავანებულა და ამით მოაქვს თავი. ერე თავარი ის არის თუ რამ მდგომარეობაში დააბრუნებს ან სანუგვარ საგვარეულო დროშას სახში რამდენი ლაქა ეკნება დროშაზე რამდენი ადამიანის ლოცვა მოყვება მას ფეხდაფეხ რითაც გაამდიდრებს და გაამწყინებს მას მნიშვნელოვანია ყველაფერი წინაპრების ყოვზით ნაგზობს სინდის ნიჩვით თუ მიადექი და გაფანტე ან ქარს მიეცი რაღა გვარიშვილი ხარ ჩაგრავთ მადლობა როგორც განაუჩნდა წმინდა სამების ხატ დაბრძანებული არის ჩვენთან სოფელში, რაჭაში, აბულაიოს რაიონის სოფელ გორის უბანში. ახალი ინიციატივით ის საქმე რაც მოგვეკეთებინა ამდენი წელი გადასტაბილურებული ჰქონდა. ახლა ვაპირებთ რომ ამ ხატმა იმოგზაუროს ოჯახიდან ოჯახში მოიაროს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მდივნიშვილის ოჯახი და ამით კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ.
სატელეფონო თუ ასეთ მისლობა გვაქვს ერთმანეთთან, გავიცანით ერთმანეთი, ვინარჩუნებთ ურთიერთობას, მაგრამ მესენჯერი რო კიდევ ერთხელ გააღრმავებს ჩვენ ურთიერთობას, ერთ მუშტად შევკრავს და ბევრი კარგი და კეთილი საქმის კეთებას შეძლებს ერთად მდივრი შვილები, როგორც გვარი და წავადგებით არა მარტო ჩვენ თავს და ჩვენ გვარს, არამედ ჩვენ ქვეყანას და სხვასაც დავუდგებით ჩვენ გვარს. მიმართეთ. ძვირფასო მდივრი შვილებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ, რომ მდივრი შვილად დავიბადე ამ ქვეყანაზე. ამ გვარის წარებით მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ხნეობა, ღვთისწყალობა, ერთობა და გამრავლება, რაც თავარია. ჩვენ მცირე გვარი ვართ, 550 მდივრი შვილი ვართ. ორი შვილი ყავს და მესამეს ველოდებით ეცი. არ უნდა გამრავლება. 9-ზე ნაკლები არ უნდა ყავდეს ქართული კაცი. მამაჩემის დედმამიშვილები იყვნენ 7 და ბაბუჩემი თვითონ ცოტანი. დედაჩემის ფრიდანაც ასევე 9 დედმამიშვილი იყვნენ და იმათაც საბადურზე უნდათ წინააღმდეგ რომ ცოტა ხართ. გაიხარ, მიმართეთ გვარს თქვენც ორი წუთი გაქვთ. ჩემი და ჩემი ძმის მესამე შვილებიც პატრიარქის ნათლობები არიან. ესე რომ მაგით ვამაყობთ ნამდვილად. მე მედულაშვილებს მიმართავ, რომ ისევე როგორც აქამდე გვივლია, არ შეგვიცხვენია ჩვენი გვარი და ღირსება, ასევე გავაგრძელოთ ცხოვრება, გავაგრძელოთ ერთმანეთთან, სხვა გვარებთან ურთიერთობა და ყველა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძლიერი ფესვი რაც გვაქვს, აი ამ ჩვენი ფესვით და სულიერი მემკვიდრეობით უნდა პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ოჯახზე, საზოგადოებაზე და სამშობლოზე და გავაგრძელოთ ღირსეულად ცხოვრება, გამრავლდით და გაიხარეთ. დიდი მადლობა სტაგლოცო თურფანმა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ ტელემაყურებლებს მიმართავ კიდევ ერთხელ, რომ ნახოთ ჩვენი გადაცემები, თქვენი აზრი მოვაწოდოთ, რახან აქ ტელეფონებია მითითებული, დავირეკოთ. თუ გვარი არ არის დალოცვილი, დავირეკოთ და თუ რაიმე რაც შეეხება გვარს, დაგჭირდებათ აუცილებლად დავიკავშიროთ. დიდი მადლობა.